მსოფლიო თასის მეექვსე ეტაპი ცხენოსნოდაში დასრულებული ასპარეზობაზე პირველი ედიციის ქართველ მხედრებთან ერთად სომეხი და აზერბაიჯანი ნიჟერები ცეცხლობდნენ. ტურნირზე საქართველოს ცხენოსნობის ფედერაციამ სოლიდური ფულადი საპრიზო ფონდი დააწესა, რომელიც წარმატებულ ცხენოსნებზე გადამაწყვეტა. ტურნირს თბილისის იპოდრომი მასპინძლობდა. ალექსანდრა ლუსინემ შეჯიბრების თავი პრიზი არავის დაუთმო. ალბათობის თავი კონკრეტულად ძირითად ტურნირზე აზერბაიჯანი ლიბუსა საიდი იყო. გამარჯვების გამოსავლად დამატებითი გამოსვლა გახდა საჭირო, რომელიც ჟოპიო საჯარო მოქმედების გარეშე გამო. უკეთესი მოჩვენებელი ლუსინეს აღებაში და გამოდიერი და გახარებული ვარ. საქართველოს ძალიან მიყვარს. თბილისში ყოველთვის კარგად გასპარეზობდა. ამ შეჯიბრებაშიც უკვე სედიზია ნუმერო წერია მონახულებით და ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი შალვა გაჯაშილაძე იყო, თუმცა ქართველმა მხედარმა რამბოსთვის ბრძოლა საჯარო მოქმედების გამო დახურა საბოლოოდ მეოთხეებზე გავიდა. ცუდად დამთავრდა დღევანდელი ასპარეზობა და მაინც მაყოფილი ვარ, ასე თუ ისე პატარა შეფერხება მქონდა ჩემს ხელს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და სულ რაღაც ერთი თვია რაც უმზადებოდა. მაგრამ იმედი მაქვს 28 სექტემბერს კიდევ ერთი ეტაპია უკვე საზღვარგარეთ და ალბათ ვიმართ. მსოფლიო თასის ეგრეთ მიმდინარე კავკასიის თასის მეექვსე ეტაპი 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეჯიბრებაზე მთავარი გრან-პრის გარდა გამარჯვებულები სხვადასხვა დისციპლინებში გამოვლინდა. ტურნირზე წარმატებულ სპორტსმენებს სოლიდური ფულადი ჯილდოები გადაეცათ. ძალიან მომეწონა ეს ერთი მასპინძელი ვარ და ძალიან მაკობილი ვარ, ამინდი იყო კარგი და კარგი მარშრუტი იყო, კარგი ცელები იყო. ძალიან მომეწონა. უკვე ნორმალურ დონეზე არიან ჩემი სპორტსმენები. ერთი ჩემი სპორტსმენი შალვა გაჩეჩილაძე იყო გერმანიაში ახლა 3 თვით და გერმანელების ოლიმპიური კომანდის ტრენერთან მუშაობდა და ნორმალური რეზულტატი ჰქონდა. საკმაოდ საინტერესო და კარგი ორგანიზება კარგად ვითარდება ეს სახეობა საქართველოში, საკმაოდ კარგი მენეჯმენტია, კარგად ვითარდება ამ ვოლონტერებისთვის, დაავადებულების სიტუაციის თვალსაზრისით, საკმაოდ კარგი პროგრამა გაწესდა და საკმაოდ კარგი სპორტსმენები მოგვიყვება, კარგი მომენტები წარმოგვიდგება ჩვენს სპორტსმენებს უსწავლო. კავკასიის ლიგის გათამაშებაზე მოვიდი მე-7 ეტაპი აზერბაიჯანში გაიმართება და საბოლოო გამარჯვებული მთელი სეზონის განმავლობაში ნაჩვენების შედეგების მიხედვით გამოვლინდება და გამარჯვებული 2012 წელს ბოლონდიაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსulis ყველას მომგოებს.